ხშირად ჯანმრთელობის ყველაზე სერიოზული გამოწვევები სრულიად შეუმჩნევლად იბარება. მეტაბოლური სინდრომი სწორედ ასეთი უხილავი მდგომარეობაა. ის ორგანიზმში ჩუმად მწიფდება და საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის, რომ საფრთხის წინაშე დგას, სანამ რომელიმე მწვავე სიმპტომი არ იჩენს თავს. თუმცა, როგორც ჯანმრთელობის სტრატეგი გეტყვით, ამ მდგომარეობის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მართვა არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე საკვანძო მაჩვენებლის კონტროლია საჭირო. მეტაბოლური სინდრომი არ არის ერთი კონკრეტული დაავადება. ეს არის ურთიერთდაკავშირებულ დარღვევათა ერთობლიობა, რომელიც კომპლექსურად უტევს ორგანიზმს. დიაგნოსტიკისთვის ექიმები იყენებენ ეგრეთ წოდებულ 5-დან 3-ის წესს. არსებობს 5 ძირითადი კრიტერიუმი და თუ თქვენთან მათგან 3 მაინც დასტურდება, ეს მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზს ნიშნავს. მუცლის არეში ჭარბი ცხიმი, წელის გარშემოწერილობა, სისხლის მომატებული წნევა, სისხლში შაქრის მაღალი დონე, უზმოზე, ტრიგლიცერიდების მაღალი მაჩვენებელი, კარგი ქოლესტერინის HDL-ის დაბალი დონე. მეტაბოლური სინდრომი არის მდგომარეობათა ჯგუფი, რომელიც ზრდის გულის დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობას. ეს მიდგომა პრევენციული მედიცინისთვის ფუნდამენტურია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა და არა მხოლოდ ერთი იზოლირებული პრობლემა. სამედიცინო საზოგადოებაში ტერმინ მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებით საინტერესო ინტელექტუალური დებატები მიმდინარეობს. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ სპეციფიკური სახელწოდების გამოყენება გარკვეულწილად ზედმეტია. მათი არგუმენტაცია ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ მეტაბოლური სინდრომის მკურნალობა პრაქტიკულად არ განსხვავდება იმ ცალკეული მდგომარეობების მართვისგან, რომლებიც მას ქმნიან. მიუხედავად იმისა, დავარქმევთ ამას სინდრომს თუ არა, კლინიკური მიდგომა მაინც ინდივიდუალურ მაჩვენებლებზე, წნევაზე, შაქარსა და ლიპიდებზე ფოკუსირდება. თუმცა პაციენტისთვის ამ ტერმინის ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა გააცნობიეროს, რომ მისი სიმპტომები ერთიანი ჯაჭვის რგოლებია. წონის კონტროლისას ხშირად მხოლოდ სასწორს ვენდობით, თუმცა მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულია არა მხოლოდ ის თუ რამდენს ვიწონით, არამედ ის თუ სად არის განაწილებული ცხიმი. სიმსუქნე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საყრდენია და ის განიმარტება როგორც სხეულის მასის ინდექსი 30 ან მეტი. თუმცა BMI-ის გარდა გადამწყვეტია წელის გარშემოწერილობა. ექიმები ამ მაჩვენებელს მუცლის ყველაზე განიერ ნაწილზე საზომი ლენტის გამოგენებით ადგენენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დიდი მუცლის ზუსტი დეფინიცია ვარირებს ადამიანის სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით. მუცლის არეში დაგროვილი ცხიმი მეტაბოლური დისბალანსის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია. ქოლესტერინზე საუბრისას ხშირად მხოლოდ მის შემცირებაზე ვფიქრობთ, თუმცა HDL-ი, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი, არის ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინი. მისი მაღალი დონე იცავს ორგანიზმს გულის შეტევისა და სხვა გართულებებისგან. მეტაბოლური სინდრომის დროს HDL-ის დონე საშიშად დაბალია. წყაროს მიხედვით, რისკი ზღვარია 40 მგ/დეცილიტრი მამაკაცებისთვის, 50 მგ/დეცილიტრი ქალებისთვის. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს ტრიგლიცერიდებს, სისხლში არსებულ ცხიმის მაგვარ ნივთიერებებს. მათი მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ/დეცილიტრს. სისხლის წნევა და შაქარი. ეს ორი კომპონენტი ხშირად სრულიად უსიმპტომოდ პროგრესირებს, ამიტომ მათი ზუსტი ციფრების ცოდნა აუცილებელია. სისხლის წნევა. საფრთხის ზონაში ხართ თუ ზედა, სისტოლური მაჩვენებელი არის 120 ან მეტი, ხოლო ქვედა, დიასტოლური, 85 ან მეტი, ან თუ უკვე იღებთ შესაბამის მედიკამენტებს. სისხლის შაქარი. თუ უზმოზე შაქრის ტესტი აჩვენებს 100 მგ/დეცილიტრზე მეტს, ეს მიუთითებს, რომ ორგანიზმს უჭირს გლუკოზის ათვისება.
ნორმალურ პირობებში ჰორმონი ინსულინი ეხმარება შაქარს სისხლიდან უჯრედებში შეღწევაში ენერგიის მისაღებად. როდესაც ორგანიზმი ინსულინზე რეაგირებას წყვეტს, შაქარი სისხლში გროვდება, რაც სისტემურ ზიანს აყენებს სისხლძარღვებს. მეტაბოლური სინდრომის მართვისა და პრევენციის ყველაზე ეფექტური სტრატეგია წონის კლებაა. წონის მცირედით შემცირებაც კი ჯაჭვომ რეაქციას იწვევს. ერთდროულად უმჯობესდება წელის გარშემოწერილობა, წნევა, შაქრის დონე და ლიპიდური სპექტრი. აირას გვირჩევს მეცნიერებაზე დაფუძნებული კვება და ცხოვრების წესი. ხმელთაშუა ზღვის დიეტა. ხას უსვამს ხილს, ბოსტნეულს, თხილეულს, მარცვლეულს და ზეითუნის ზეთს. დაშ დიეტა. სპეციალიზებული მიდგომა ჰიპერტენზიის წინააღმდეგ. ნაკლები მარილი და ცხიმი, მეტი დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული. ბოჭკოთი მდიდარი რაციონი. დღეში მინიმუმ 30 გრამი ბოჭკოს მიღება, ლობიო, ბოსტნეული, მარცვლეული, საგრძნობლად აუმჯობესებს მეტაბოლურ პროფილს. ფიზიკური აქტივობა. ჩვენი რეკომენდაციაა დღეში 30 წუთი ვარჯიში, კვირაში 5 ან მეტი დღის განმავლობაში. თუ დროის დეფიციტი გაქვთ, გამოიყენეთ ეფექტური ლაიფხაკი. დაყავით აქტივობა 10 წუთიან მონაკვეთებად დღეში 3-ჯერ. სწრაფი სიარული შესანიშნავი დასაწყისია. თამბაქოსთვის თავის დანებება. მოწევის შეწყვეტა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული რისკების შესამცირებლად. მეტაბოლური სინდრომი არ არის განაჩენი. ეს არის თქვენი სხეულისგან მიღებული სიგნალი, რომელიც მოქმედებისკენ მოგიწოდებთ. ცხოვრების წესის კორექტირებით, ჯანსაღი კვებითა და მავნე ჩვევებზე უარის თქმით, თქვენ შეგიძლიათ სრულად შეცვალოთ მოვლენების განვითანება და თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებები. ჯანმრთელობის მართვა იწყება ინფორმირებულობით. ყოველი სწორად შერჩეული საკვები და ფიზიკური აქტივობის ყოველი წუთი თქვენი გრძელვადიანი კეთილდღეობის ინვესტიციაა. დაფიქრდით, როდის შეამოწმეთ ბოლოს თქვენი ჯანმრთელობისთვის კრიტიკული ეს 5 მაჩვენებელი.